გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ჩვენ სახზე ზუმას რაივი, მე ლევანი ვარ. როგორც ხედავთ, დღეს ჩვენი სტუმარი იქნება Hyundai Elantra 2017-იანი. მანამდე 1-2 ოდესიტყვით მინდა გითხრათ მადლობა პირველ რიგში ყველას ყურადღებისთვის, ვინც გვიყურებთ, გვაფოლოვებთ და იწერთ ჩვენ არხს. არხი ნელ-ნელა იზრდება და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა და კიდევ ერთხელ ამისთვის ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ. ვინც ახალი ხართ და არ იცით, ჩვენს არხზე გვაქვს ასევე პატარა გათამაშება. 1000 გამომწერზე თამაშდება ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორი და ყველას გისურვებთ წარმატებებს. ამისათვის საჭირო არის რომ კომენტარის სახით დაწეროთ #zumas_drive და თქვენ ავტომატურად მოხვდებით გათამაშებაში. როგორც ხედავთ, დღეს ჩვენი სტუმარია Hyundai Elantra 2017 წლიანი C პაკეტი. ანუ C პაკეტი, ვინაც არ იცით, ნიშნავს საბაზისო პაკეტი, ასევე ესენი გამოდის სპორტ პაკეტები არის და კიდევ არის limited პაკეტები, ანუ limited პაკეტი უფრო შედარებით მაღალი კომპლექტაცია არის და ამასთან შედარებით ბევრად მაღალი ფუნქციები აქვს. ეხლა რაც შეეხება Hyundai Elantra-ს, ვინ ყიდულობს ამ ავტომობილებს? განსაკუთრებით ეს ავტომობილები პოპულარულია ქალბატონებში, მინდა აღვნიშნო, რომ მოწონთ თავისი ფორმებიდან და ვიზუალიდან გამომდინარე, ასევე ეს ავტომობილი გახლავთ ბიუჯეტური ავტომობილი, დაახლოებით აქვე ვიტყვი, ამის საბაზრო ღირებულება არის 6.5-დან 7-მდე, 7.5-ით შეიძლება. და რავი, ნორმალურია, ლამაზია, ამ საბაზრო კატეგორიაში ცუდი ნახდათ არ არის. არის ასევე ხალხის კატეგორია მამაკაცებშიც, რა თქმა უნდა, ვისაც მხოლოდ საოჯახოდ უნდა ეს ავტომობილი, ან თუნდაც სახლი, სამსახური, სკოლა, ბაღი და ასე შემდეგ. ნუ საოჯახოდ არის კარგი ვარიანტი ბიუჯეტურიდან გამომდინარე. გადავიდეთ ეხა უშუალოდ მიმოვიხილოთ მისი დეტალები. პირველი რო შეხედავთ ეხა ამ ავტომობილს, ეგრევე გვხვდება მისი უზარმაზარი ცხაურა. ეს ცხაურა, რომელიც პლასმასი არის. ერთი მინდა ვთქვა კიდევ რომ ანუ ახალი მანქანები რაც გამოდის, ყველას აქვს ტენდენცია თითქოს ამსგავსებენ რაღაც მომავლის მანქანებს, უფრო უნდათ რომ ბრუტალური გახდეს და თითქოს Hyundai-მაც მიამსგავს, მინდა აღვნიშნო რომ მისი ფარები ასევე კიდევ ძალიან ლამაზი ფარებია, მე პირადად მომეწონა, გადასული ფარებია. დააკვირდით, თლიან კრილოზე გადადის, წვრილი ფარებია და როგორც ხედავთ, შიგნი ლინზები არის ჩაყენებული და ლინზიანი ფარებია და რავი, საერთო ჯამში კარგი არის. ასევე დაბლა ბამპერი, ბამპერს აქვე აღვნიშნავ რომ უყენია თავისი სანისლე ფარები. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ბამპერებს რომელსაც აქვს თავისი სანისლე ფარები, ზოგადად როცა ავტომობილი მოძრაობს, ძალიან ლამაზია და ძალიან მაგრად უხდება და მე მივესალმები რომ ბამპერებს უნდა კონდეს თავისი სანისლე ფარებიც. ნუ წინიდან ეხა მეტი რა შეიძლება რომ ვილაპარაკოთ, Hyundai-ს ლოგო არ გამოგჩეს, რომელიც აყენია და უზარმაზარია და ნუ ერთი სიტყვით რო შევაჯამოთ, წინა ცხვირი ცუდი ნახდათ არ არის. გადავიდეთ ეხა გვერდითა ვიზუალზეც. რაც შეეხება გვერდითა ვიზუალს, ეხა ზოგს ერთი მინდა აღვნიშნო რომ გემოვნებაზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს. არის ამაზე ბევრად კარგი ვარიანტები, ნუ ეხა საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, ცუდი ეს რაც არის, ნახდათ არ არის. მე მაგრად მოწონს. რაც შეეხება ეხა გვერდი, მინები დამუქებულია, ერთი მინდა აღვნიშნო და ძალიან ლამაზია, ყველა ავტომობილზე მივესალმები რომ იყოს მინები დამუქებული უხდება. დისკები, გადავიდეთ დისკებზე, ამ ავტომობილზე აყენია 16-იანი დისკები, ისე ქარხნულად რო იცოდეთ, მოყვება 15-იანი დისკები, 195, 65-ზე საბურავის ზომები. ამაზე გვიყენია 16-იანები, როგორც აღვნიშნე და საბურავები აგია 205, 65-ები და მინდა აღვნიშნო რომ უზარმაზარი დისკები, ნახეთ როგორ აქვს შევსილი მთლიანი კრილო. თუ ვინმეს მოგინდებათ ესევე კიდე დისკების შეცვლა და გალამაზება, ამის გადახრეტა რო იცოდეთ არის 514.3-ზე, ანუ ვისაც მოგინდება დისკების შეცვლა, ეს გადახრეტა აქვს და არ არის პრობლემა შეცვლით გვერდის ლამაზ დისკებს დააყენებთ. ეხლა გადავიდეთ უკნიდანაც. უკან ერთი მინდა აღვნიშნო კიდევ რომ ეს თავისი ქარხნული ლამაზი სპოილერი ძალიან მომეწონა და ძალიან მაგრად უხდება. ასევე ფარებიც ზუსტად Hyundai სტილში ზის, ზუსტად ეს ყველაფერი. ნახეთ როგორი წვრილი ფარები აქვს, ეს წითელი დეტალებიც გამოკვეთილი აქვს და მე ვფიქრობ რომ საერთო ჯამში ლამაზია, მომეწონა ნახდათ. თავისი ბამპერიც კარგია, რომელსაც ზედ აქვს დაყენებული თავისი სამრეკლები და რავი, საერთო ჯამში ერთი სიტყვით რო შევაჯამოთ, ძალიან კარგი ავტომობილია, ვიზუალიც კარგი აქვს. დასაწვს მე პირადად ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ მანქანაზე, გარედან მე მომეწონა. ეხლა ჩავიხედოთ საბარგულშიდაც. ნახეთ, პროსტა რამხელა საბარგული აქვს ავტომობილს. ეხა ამაში თავისუფლად მოვათავსებთ ბარგს, ეხა 10 ჩემოდანს მართალია ვერ ჩადებთ, მაგრამ
2-3 ჩემოდანს ჩვეულებრივად ჩაატევთ. ანუ საბარგული აქვს ძალიან კარგი და პლუს მაგარი მანქანაა, კაი საბარგული აქვს. ახლა ჩავიხედოთ ქვემოთაც ვიყენია თავისი დისკი. რავი, საბარგული აქვს ძალიან მაგარი. ეხლა გადავიდეთ, ჩავჯდეთ შიგნით, ნახოთ ასევე სკამებიც როგორი აქვს. ფართი აქვს, მინდა აღვნიშნო, საკმაოდ კარგი, არ მეგონა უმეტეს ამხელა ფართი თუ ექნებოდა, აი, კარგად დაწვივარ, ჯდომის პოზიცია ძალიან მაგარი აქვს, ჭერზე თავს არ უსვავ, მაღალია. ნუ რავი, კარგია და კომფორტულია. სკამებს კი ხედავთ, არ გვაქვს ტყავები, ნაჭრის სკამებია და რავი, საერთო ჯამში კარგი არის. ახოთ ეხა წინაც, შევხედოთ. წინ როგორც აღვნიშნავ, ყველა ავტომობილს აქვს დიდი ფართი, იმიტომ რომ ხა წინ ზიხარ მაინც და თუმეტეს აი ეს ტორპედო და თავის დეტალები კარგი არის, ჯდომის პოზიცია კარგი აქვს. და რავი, საერთო ჯამში სალონი კარგი არის და ნორმალური. დანარჩენი კიდე სიარულის დროს მიმოვიხილოთ. ეხლა ჩავიხედოთ ძრავშიდაც, ნახოთ რა დევს შიგნით. ეხლა როგორც ხედავთ, ავტომობილში აყენია 2-0 პრასტოი ძრავი არის, რომელიც გამოიმუშავებს 157 ცხენისძალას და 179 ნიუტონ-მეტრს. მინდა აღვნიშნო, რომ ცუდი ცხენისძალა ნაკლებად არ არის ამ ავტომობილისთვის. ეხლა ამას ვერ მოთხოვთ სიჩქარეს, დრიფტაობას და ასე შემდეგ. ამ ავტომობილისთვის ეს ნორმალური ცხენისძალა და ნორმალური მაჩვენებელია. ეხლა რა მინდა ამ ძრავზე რო გითხრათ, ანუ გარკვეულ კილომეტრაჟზე, მილზე, თუნდაც გინდა ამერიკული იყოს, გინდა ესე, დაახლოებით 100-ის ზემოთ აქვს კატალიზატორის პრობლემა. ანუ ჭირდება კატალიზატორს შეცვლა, თუ არ შევცვლით, ანუ მოაქვს ის თავისი ნადები, გადმოდის შემდეგ ძრავში და აზიანებს, მოდი ასე ვთქვათ, ძრავს და აუცილებლად უნდა მიაქციოთ გარბენს ყურადღება. თუ 100 ზემოთ არის, უნდა შეცვალოთ კატალიზატორი. სხვა დანარჩენი კარგი ძრავი არის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წყლის პრობლემები ამას არ აქვს, თუ ეხა რა თქმა უნდა ისეთი რამე სერიოზული არ დააზიანეთ. და რავი, ნორმალური ძრავი არის. წვა, ვისაც დაინტერესებთ ამ ავტომობილის არის ქალაქში წვავს 8-9 litrს, ტრასაზე წვავს 6.5-7 ლიტრი, ხოლო შერეულად უწერია 7.5-8 ლიტრი. ეხლა რა თქმა უნდა გააჩნია როგორ დაგყავთ ავტომობილი. აყენია 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, ავტომატიკა არის ეს და კარგი გადაცემათა კოლოფია, პრობლემები არ აქვს. ნუ რავი, საერთო ჯამში ეხა მოდი ასე ვთქვათ, მოკლედ რომ უნდა დროული ზეთის შეცვლა, არ უნდა გადავაცილოთ ზეთი, თავის დროზე უნდა შევცვალოთ და დანარჩენი მოგესახურებათ კარგად, იდეალურად არ შეგაწუხებთ. აქვე ვისაც გაინტერესებს კიდევ მეტი ეკონომიისთვის, ყენდება თუ არა შიგნით გაზი. გაზი რა თქმა უნდა ყენდება ამ ავტომობილში, მე პირადად თხევად გაზს უწევ რეკომენდაციას და თხევადი გაზი მომწონს, კარგი არის და როგორც აღვნიშნე, ჩვეულებრივად ყენდება ამაში თხევადი გაზი. დანარჩენი ეხა გადავიდეთ, ვნახოთ როგორ დადის ეს ავტომობილი, როგორი სიარული აქვს და მიმოვიხილოთ შიგნით სალონიც. ეხა გადავიდეთ უშუალოდ სალონზე. თავიდან ამ მანქანაში რო ჩავჯექი, აი მინდა აღვნიშნო, რომ ხედვის არეალი ამ მანქანაზეც გაქვს ძალიან მაგარი, აი ჯდომის პოზიცია, მგონია რომ რაღაც დიდ მანქანაში ვზივარ, ფართი აქვს, იდეალურად გათვლილი ყველაფერი და ანუ თვითონ ხედვაც, თვალსახედვაც არის ძალიან მაგარი. აი ყველაფერს ვაკონტროლებ, თითქოს ისე არის. აი დისკომფორტი ნახდათ არ მაქვს. მაგარია, პლუსია ეს რა თქმა უნდა და მომეწონა და პლუს ამაზე უწერ. ანუ ხედვა გაქვს ძალიან მაგარი. ეხა ყველას რა თქმა უნდა, როგორც Hyundai-ის პლასმასი ეხა გვაქვს და გვექნება, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, საბაზრო ღირებულება, ბიუჯეტური აქვს და პლასმასი იქნება. ტორპედოზე მინდა გავამახვილო ყურადღება, კი ეხა პლასმასის დეტალები აქვს, მაგრამ ზემოდან თითქოს რბილი რეზინოვანი მასალა გვხვდება. აქაც აი თითქოს გადაკრული ზემოდან, ნახეთ როგორ არის გაყოფილი, ზემოდან არის დაფენილი ეს და რბილი არის, კი. სიარულის დროს არ ხმაურობს. რაც შეეხება ტორპედოს ვიზუალს, ძალიან ლამაზი ვიზუალი აქვს, აი თითქოს BMW-ს სტილს შემიძლია შევადარო, აი ნახეთ ოდნავ როგორ არის მოხრილი ზღოლის მხარეს. ლამაზია, გაყოფილი არის, აქ გვაქვს პატარა მონიტორივით, ჩვეულებრივად გვაქვს აქ რადიოს ღილაკები, მისი ფუნქციები, აქ დისკის ჩასადები. რავი, ტორპედო საერთო ჯამში კარგი არის, მომეწონა ნახდათ, მინუს ამაზე არ დაუწერთ. ეხლა რაც შეეხება აქ დაბლა გვაქვს სტანდარტულად კონდიციონერი, ჰაერის გაშვება, მისი ფუნქციები რა რეჟიმზე გვინდა დავაყენოთ, მომატება, მოკლება
მინის გაშრობა და ასე შემდეგ. ტორპედო მაგარია და კარგი არის. რაც შეეხება კიდევ მინდა აღვნიშნო მისი სათავსო, აი პროსტა ნახეთ რამხელა სათავსო აქვს შიგნით. ეს არ გყოფნით? აი ნახეთ მარტივად კიდევ დამატებითი სათავსო. აი აქ ხურდის ჩაყრა იქნება, რამის დადება იქნება, პრობლემა არ არის. ძალიან ლამაზია და კარგი არის და მომეწონა. აქვე გვაქვს ჩასადები AUX-ის, USB-ის პორტი გვაქვს, ასევე დასატენი პორტები გვაქვს 12 ვოლტიანი. ნახეთ როგორი კარგად არის გათვლილი ეს ყველაფერი და მომეწონა, კარგი არის. აქვე გვაქვს კიდევ ამას ესე მივაწვევით და დაიკეთება თავისთვის. როგორც აღვნიშნეთ, არის ავტომატიკა, გადაცემათა კოლოფი ავტომატური არის. გვაქვს ასევე მისი მოუდები, აქ არის ნახეთ, გვაქვს ჩვეულებრივი მოუდი, არის ასევე ეკო მოუდი, ეკრანზე გამოიტანა და კიდევ არის სპორტ რეჟიმი. სპორტში ახლა რა თქმა უნდა, უფრო შედარებით მეტ რესურს მოიხმარს ეს ავტომობილი და უფრო კარგადაც დადის, აი ეთყობა კიდეც ახლა ოდნავ როგორც მივადგი გაზზე ეგრევე წაიღო. ეხლა ამას რა თქმა უნდა ვერ მოთხოვთ რაღაც ბრუტალურ სიარულს, მაგრამ თავისას გააკეთებს. ტორპედო საერთო ჯამში არის კარგი და მომეწონა. ეხლა მაჩვენებელთა დაფაზე გადავიდეთ. მაჩვენებელთა დაფა კარგი არის, ლამაზია, შუაში უყენია თავისი პატარა ლამაზი დისპლეი, სადაც გვიჩვენებს წვას, ასევე მის კილომეტრაჟს და ლამაზი არის. ტორპედო კარგად არის გაკეთებული. ყველაზე მთავარი, აი წყლის ნიშანი აყენია და ეს პლუსად შემიძლია ჩაუწერო, იმიტომ რომ მე მსიამოვნებს, რომ ვზივარ ავტომობილში და უყურებ წყლის ნიშანს, ტემპერატურის ნიშანს, კარგი არის და მომწონს პლუსი ამაზე. ეხლა საჭეზეც მინდა მოგახსენოთ 1-2 ოდესეთ და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო საჭე არის ძალიან რბილი, აი ნეკათით ჩვეულებრივად მართავ პრობლემა არ არის, ანუ ძალიან რბილი საჭი არის, არ მეგონა ეს რბილი საჭე თუ ექნებოდა. ფორმა ცუდი ნახდათ არ არის, აი თითქოს სპორტულ სტილში არის გაკეთებული, აი ნახეთ როგორი ნაკეცები აქვს შიგნით. Hyundai-ის ლოგო გვიყენია შუაში უზარმაზარი. აქეთ გვაქვს მულტისაჭი არის და გვაქვს ხმის ღილაკები, აწევ-დაწევა მოუდები. აქვე გვაქვს კრუიზ კონტროლი, მისი მოუდები კიდევ. საერთო ჯამში საჭე კარგი არის, მომეწონა და რბილათაც არის ხელში. გადავიდეთ კიდევ მის საბარგულზე, აი ხელის დასადები, ბარს რო ვეძახით ეგრეთ წოდებული, აი ნახეთ პროსტა რამხელა სათავსო აქვს. ეს სათავსო არ გკმარათ, აი კიდევ ზემოთ დამატებითი სათვალის ჩასადები, აი ნახეთ როგორ კარგად არის გაკეთებული და მიხარია რომ ყველა მანქანას უნდა კონდეს ესეთი ფართი რა, კარგი არის მომეწონა. ეხლა აქვე მინდა აღვნიშნო კიდევ ჭიქის ჩასადები, აი თუ მიდიხართ ყართ, რავის საძმაკაცო 4 კაცი, პრობლემა არ არის, ჭიქის ჩასადები იმდენი არის, ეს არ გეყოფათ, აი უკან დამატებით შეხედეთ რამხელა ჭიქის ჩასადები აქვს კიდევ. აი დააკვირდით პროსტა. იმენა ერთ სუფრას გაშლი რა, იმხელა სალონი აქვს, აქ პატარა რაღაცა ლუდები, უცებ აქეთ იქეთ რაღაც, აქეთ ჭიქის ჩასადებები, სალონი გაქვს. იმხელა რავი, ზო Mercedes-ში ვზივარ თუ Hyundai-ში, არ ვიცი. აი სალონია ნახდათ მომეწონა. რაც შეეხება სავარძლებს, როგორც აღვნიშნეთ, ნაჭრის სავარძლები არის და რბილია, სხვათა შორის აი არ არის უხეში სავარძელი, ზდომაც კარგი აქვს და რავი, მომწონს, კარგი არის ამ სამაზროგელებულებიდან გამომდინარე. ჭერიც, ნაჭრის ჭერი გვაქვს, ქართულად არაფერი არ არის შეცვლილი. იქ ნუ ვისაც გიყვართ მე რაღაც სალონის გალამაზება და დეტალები და აქეთ-იქით შეგიძლიათ გაალამაზოთ, ალკანტარა ჭერი გადააკრათ და ეგ უკვე თქვენი პირადი გემოვნების საკითხი არის და უფრო გაალამაზოთ. შავი-შავში ზოგადად მე მომწონს, როცა მანქანა გარედანაც შავია და შიგნიდანაც შავია, მევასება და ლამაზია და უხდება. რო შევაჯამოთ ეხა 1-2 ოდესით სალონი ამ მანქანის, აი პირადად მე აღთოვანებული დავჭი, არ მეგონა Hyundai-ის ამხელა ფართი თუ ექნებოდა შიგნით. პლუს უწერ ამაში. ძალიან კარგი ფართი აქვს. ეხლა რაც შეეხება სიარულზეც მოგახსენებთ 1-2 ოდესით, როგორც აღვნიშნეთ 16-იან დისკებზე დგას ეს ავტომობილი და მინდა აღვნიშნო რომ საკმაოდ რბილი არის, არ ხმაურობს. რავი, ისე დასტოინად დგას გზაზე, რომ აი მოსახვევებშიც იდეალურად მოგხვებათ. კარგია, მომეწონა, სიარულიც მაგარი აქვს. ეხლა უშუალოდ ვნახოთ ამის სპორტ რეჟიმი გზაზე რას გვაჩვენებს, გავიდეთ ავტობანზე და 1-2 მივაჭიროთ კიდევ მაინტერესებს Hyundai როგორ დადის 2-0 ძრავ.
ბოლოს ეხა 1-2 ოდეს ვთქვით შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ტესტ-დრაივი. მე პირადად მომეწონა ამანქანით სიარული, კარგადაც დადის, კარგი აჩქარება აქვს. ნუ ეხა 2-დან 0-ის კვალობაზე მეც ამას ვერ მოვთხოვთ, კარგი სიარული ქონდა. თუ ვინმე ხართ დაინტერესებული ესეთი ავტომობილის შეძენით, კარგი ვარიანტი არის როგორც საოჯახოდ და ისე სახლის სამსახური და გამოგადგებათ ესეთ სიტუაციაში. კარგი ავტომობილია და პლუს უწერ მომეწონა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყურებისათვის, გვერდში დგომისათვის, მოწონებისათვის და როგორც გითხარით, ჩვენ არსზე არის გათამაშება, აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა, კომენტარის სახით დაწერეთ #ZUMAS-DRIVE, რათა მოხვდეთ გათამაშებაში.